უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ ზღვაში დაკარგულ 22 წლის ახალგაზრდას. გაუჩინარებული მამაკაცის ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურთან ერთად კრიმინალური პოლიციაცაა ჩართული. მაშველთა ჯგუფს დღეს ქობულეთის მაშველებით შეუერთდნენ. მათ ბათუმი მწვანე კოცხის მიმართულებით მთელი პერიმეტრი უკვე შეისწავლეს, თუმცა გაუჩინარებულ მამაკაცს ვერსად მიაგნეს. ამ წუთებში მაშველები დაკარგულს დინების მიმართულებით ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული ახალგაზრდა ანგისის დასახლების მკვიდრია და იგი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში 2 დღის წინ გვიან ღამით შევიდა. სანაპიროზე მისულ მაშველებს ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცის ტანსაცმელი და პირადი ნივთები დახვდათ. გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. დღეს დილის 8 საათიდან განახლდა სამუშაოები. ქობულეთიდან გამოვიძახეთ დამატებით მკვინთავები და უფრო გაძლიერებული შემადგენლობით შევდექით დღეს საქმიანობას. დილის 8 საათიდან 2 კატარღა გამოვიდა სანაპირო დაცვის სამსახურის. ეხლა შემთხვევის ადგილი გამონკლეულია, უკვე თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობდით და შედეგს ვერ მივაღწიეთ და უკვე გადავინაცვლეთ სარემოს მიმდებარე ტერიტორიიდან გრიბოედოვის ქუჩის მოპირდაპირე ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.